რამდენიმე თვეა საქართველოს რობოტიკის გუნდი, ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული საერთაშორისო შეჯიბრისთვის, First Global-ისთვის ემზადება. First Global ყოველწლიურად 190-მდე ქვეყნის წარმომადგენელს მასპინძლობს, რომლებმაც გლობალურ პრობლემებზე, ინოვაციური უნარების გამოყენებით და კონკრეტული დავალებებით რობოტი უნდა შექმნან. წლევანდელ დავალებებს შორისაა, რომ რობოტს ბურთების აკრეფა შეეძლოს. გუნდმა რობოტზე მუშაობა უკვე დაასრულა და ახლა ტესტირების ეტაპს გადის. ეხლა ვასწორებთ და წერთ კოდს კალიბრაციისთვის. იმიტომ ბურთებს აქვთ სპეციფიური ზომა და უნდა დავამთხვიოთ. 75. ეხლა გავუშვებთ კოდს. ეხლა განახებთ როგორ კრებს ბურთებს ჩვენი ამკრეფი, აი. შედის. ავა. და მეორე ბურთი როცა შევა, გადავარდება. კალათის გაშლა შეუულია, რომ უფრო მეტი ბურთები ჩაატიოს. ამის დაკეცვაც არის შესაძლებელი. საქართველოს რობოტიკის გუნდის საერთაშორისო შეჯიბრში მონაწილეობას უკვე მე-9 წელია აიღებს. ყოველწლიურად გუნდის შესარჩევად სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებს შორის შიდა კონკურსი ტარდება. ასე შეირჩა წელს 100 მონაწილიდან 5 მოსწავლე, რომლებსაც სივრცე ევროპულმა სკოლამ დაუთმო. მე თავდაპირველად ამ შეჯიბრზე გავიგე ჩემი მენტორისგან, მასწავლებლისგან, შარშან მონაწილეობა მივიღე და შარშანძელი გამოცდილება იყო საკმაოდ განსხვავებული ვიდრე სხვა შეჯიბრებებისგან. იმიტომ რომ 190-ზე მეტი ქვეყანა მონაწილეობს და ბევრს საერთოდ სხვადასხვანაირ რობოტს ნახულობ ვიდრე შესაც. შენ გონია რომ რაღაც კონკრეტული ერთი ამოხსნა გააჩნია რაღაც პრობლემას, თუმცა სხვა ქვეყნების სხვა ბავშვები ბევრად საერთოდ სხვანაირად აკეთებენ რაღაც კონკრეტულ რობოტს აწყობენ მაგალითად. ამ გამოცდილებამ ასწავლა, რომ შესაძლოა კონკრეტული პრობლემის გადაჭრის არაერთი განსხვავებული გზა არსებობდეს, ვიდრე მუშაობისაც მოგაფიქრდება. ამიტომ, როდესაც რობოტს ქმნიდნენ, ყველა შესაძლო ვარიანტს განიხილავდნენ და მათ შორის საუკეთესოს არჩევდნენ. გუნდში ყველას თავისი ფუნქცია და დავალება ჰქონდა. ეს სამუშაო პროცესს ამარტივებდა, თუმცა სირთულეების გადალახვაც მოუწიათ. არასდროს არ მქონია ამ პროექტში გამოცდილება, მაგრამ ეხლა შევიძინე ძალიან ბევრი გამოცდილება და ძალიან კმაყოფილი ვარ. იდეალურ ჯგუფთან ერთად ვმუშაობ იდეალური მენტორებით. ამ პროექტის შესახებ ჩემი ისტის მასწავლებლისგან გავიგებ. სირთულე გქონდა თოკზე ამწევი, იმიტომ რომ ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი არის თოკზე ამწევი და ძალიან ბევრი ვიწვალთ თოკზე ამწევის დიზაინზე, მაგრამ საბოლოო ჯამში ძალიან კარგი გამოვიდა და რობოტი იდეალურად იწევა თოკზე. ამ წელს ერთ-ერთი ყველაზე მთავარი დავალება არის, რომ რობოტი ავიდეს თოკზე. აი ესეთ თოკზე. და ეხლა განახებთ როგორ ადის. შევიდა. და ეხლა ავაზემოთ. იქ ჩამკეტი გვაქვს დაყენებული. უკვე მე-3 წელი ამ პროექტის ნაწილი ვარ. 3 წლის წინ ვიყავი ნაკრების კაპიტანი, შარშან უკვე ვიყავი მენტორი და წელსაც ვაგრძელებ მენტორობას. ყოველ წელს სხვადასხვა გლობალურ პრობლემას ეხება დავალება. წელს არის ეგრეთ წოდებული eco-equilibrium, ეკოლოგიის დაცვა. ზოგადად ყოველ წელს ვცდილობ, რომ რაც შეგვიძლია მეტ ბავშვს მივიწვევთ საქართველოს მასშტაბით. და მეტი ბავშვი ჩავერთოთ ამ ძალიან საინტერესო პროექტში. ქონდა ტრეინინგები ბავშვებთან და შემდეგ ჩატარდა ეროვნული შერჩევი ამავე სკოლაში და ჩავწერეთ რომ აკვერჩია ეს 5 არაჩვეულებრივი მოსწავლე, რომელიც წელს თვის ბოლოს საქართველოს წარმოადგენს საერთაშორისო ასპარეზზე 190 ქვეყანას შორის. First Global რობოტიკის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული საერთაშორისო შეჯიბრი 27 ოქტომბერს დაიწყება და 1 ნოემბრამდე გაგრძელდება. საქართველოს გუნდი უკვე მზადაა, რომ ახალგაზრდა ინოვატორთა გლობალური მოძრაობის ნაწილი გახდეს და საკუთარი ქვეყანა საერთაშორისო ასპარეზზე წარადგინოს.